გამარჯობა, მოგესალმებით. ბექა პატურაშვილი, რატი მუჯირი, გიორგი ცხვითავა, თამარ ნუცუბიძე, თბილისი, ბრიუსელი, ბოლო სიტყვა, მორიგ ეპიზოდს წერთ. შევთანხმდით ჩვენ ვიდრე რეკს დავაჭერდით, რომ საინტერესო კვირა გქონდა და კიდევ უფრო საინტერესო გველოდება წინ, მიუხენის კონფერენცია შემდეგ კვირაში. ნატოს გენერალური მდივანი კიევში იყო დღეს, მანამდე ეგრეთ წოდებული ერთკვირიანი ზავი მოქმედებდა რუსეთ-უკრაინას შორის, სადაც უნდა ემოქმედა წესით, მაგრამ მე ვამბობდი ჩემ ვიდეოში წინა ჯერზე, ჩემ არხზე, Redline-ზე, რომ ვირეშმაკულად დაარღვიეს მეთქი და აი ვირეშმაკულად დაარღვევა რას გულისხმობდა მაგასაც ავხსნით. კიდევ ირანი, ეხლა ვიდრე ჩვენ დავიწყებდით საუბარს, დაახლოებით 1 საათით ადრე მოხდა ძალიან ესეთი სახიფათო ამბავი, უფრო ირანისთვის ასე მგონია, იმიტომ რომ აბრაამ ლინკოლნის თავზე დაფრინავდა ირანელების სადაზვერვო დრონი, რომელიც საბოლოოდ შაჰიდი, რომელიც გააფრთხილეს, კურსი არ შეიცვალა, საბოლოოდ აბრაამ ლინკოლნიდან აფრინდა F-35 და მოხსნეს. კაცმა არ იცის, ეს აბრაამ ლინკოლნი არის ავიამზიდი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავიამზიდი, რომელიც სხვა თანმხლებ ჯგუფთან ერთად დიდ ფლოტილიასთან ერთად, როგორც ტრამპმა ამ ყველაფერს უწოდა, არის გამაგრებული ომანის სიახლოვეს და ეს ყველაფერი უკავშირდება შესაძლო სამხედრო ოპერაციის დაწყებას ირანის წინააღმდეგ. ნახოთ, შესაძლოა სულაც ჩვენი ეპიზოდის განთავსებამდე კიდევ რაღაცეები ძალიან სწრაფად შეიცვალოს, იმიტომ რომ ეს არის უკვე ძალიან დიდი წითელი ხაზი, რომელიც ირანმა გადაკვეთა, ამის თქმა თამამად შეიძლება. ირანზეც ვისაუბრებთ, ცხადია, უკრაინაზეც ვისაუბრებთ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კავშირში არის ჩვენთან. ჩვენ ესე ვუყურებთ, რომ ბევრი რა მოხდება რეგიონში, რა მოხდება გლობალურად, აისახება ჩვენ ქვეყანაზე და შესაძლოა გარე პროცესები უფრო მეტად იყოს მაშველი რგოლი ჩვენთვის ვიდრე რაღაც შიდა პოლიტიკური კონკურენცია თუ რა ვიცი როგორ რომელიც აღარ არსებობს. მოკლედ, იმედია საინტერესო ეპიზოდი გვექნება და დარჩებით ბოლომდე ჩვენთან ერთად. მადლობა ყველა გამომწერს, ვინც აქტიურად გვიყურებს და უკვე სისტემატიურად კომენტარებშიც ვაფიქსირებ ერთი და იგივე აკაუნტებს. 1000 გამომწერს უახლოვდებით. ცოტა გვაკლია და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა, ვინც ბოლომდე დარჩება, ვისაც არ აქვს არხი გამოწერილი და ვისაც მოეწონება ჩვენი დისკუსია, გამოიწერს და დაალაიქებს ვიდეოს. ამ შემთხვევაშიც დაგასწარი რატი. მიუხედავად იმისა, რომ ეკამ დამასწრო, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თუ კი არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, უმორჩილესად გთხოვთ აი ახლა ამ წამს გამოიწეროთ არხი. დავაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში, ასევე იაქტიუროთ კომენტარებში, თქვენი პოზიცია გამოხატოთ, რომ დააფიქსიროთ, კითხვები დასვათ და ჩვენ უკვე შემდეგ ეპიზოდებში ვეცდებით თქვენს კითხვებს დაუბრუნდეთ და პასუხი გავცეთ. ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ასე YouTube-ის ალგორითმი ხვდება, რომ ეს შინაარსი საინტერესოა ადამიანებისთვის და მე სხვებსაც სთავაზობ შესაბამისად გავფართოვდებით. აქვე არ უნდა გავუწყოს, რომ შესაძლოა თქვენ ახლა გვიყურებდეთ კავკასიაზე და მადლობა ამისთვის და შესაძლებლობისთვის კავკასიას. თუმცა აქვე არის ეს QR კოდი, რომელთაც შეგიძლიათ გადახვიდეთ YouTube არხზე და გამოგვიწეროთ ამითი ძალიან დაგვეხმარებით გაფართოებაში. თამარ, თუ კი ბიჭო ამის თქმა არ გინდათ, მინდა რომ ვისაუბროთ კიევში რუტეს ვიზიტზე, ძალიან მკაფიო გზავნილები იყო. თუმცა აი ამ კაფიო გზავნილების მიღმა კიდევ არის რეალ პოლიტიკა, რასაც ეძახიან და მაგაზეც ვისაუბროთ. ხო, რუტეს ამ ბოლო დროს ძალიან კარგი გამოსვლები აქვს სხვათა შორის. აღსანიშნავი იყო მისი გამოსვლა საგარეო კომიტეტში, რამდენიმე დღის წინ ბრიუსელშიც და ზოგადად აი რაღაცნაირი ისეთი პოლიტიკოსია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მისი პოსტიდან გამომდინარე ძალიან ჩასმულია ჩარჩოებში და ამაზე ღიად საუბრობს და თუნდაც გრენლანდიის საკითხზე, მან არაერთხელ თქვა, რომ დეტალებზე ღიად არ ისაუბრებს და არ არღვევს ამ გარკვეულ ჩარჩოებს, მაინც ძალიან ღია გზავნილებით გამოირჩევა
სხვათა შორის ამ ბოლო დროს და განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებით ემოციებსაც არ მალავს, რაც ხშირი არ არის მით უმეტეს ნიდერლანდების პოლიტიკოსებისგან და დღესაც ასეთი გამოსვლა ჰქონდა რადაში, ალბათ თვითონ ფაქტი, რომ ნატოს გენერალური მდივანი სიტყვით გამოდის რადაში, ესეც უკვე უკრაინის ძლიერი მხარდამჭერის სიმბოლო იყო და ნუ მის სიტყვებში ეს ემოციური ნაწილი იყო, რომ გრძელია ზამთარი, მაგრამ ზამთარი დასრულდება და მოვა გაზაფხული და რომ სიმამაცეს აქვს თავის სახელი და ეს სახელი არის უკრაინა. ალბათ არა მხოლოდ უკრაინელებისთვის იყო სასიამოვნო მოსასმენი, მე მგონი ჩვენთვის ყველასთვის, ვინც უკრაინას უჭერთ მხარს. ამის გარდა რაც შეეხება რეალურ პოლიტიკას, რაც შენ თქვი რატი, ჩამოთვალა ის, რასაც ნატო უკეთებს უკრაინაში და ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირმა და ნატომ ბევრი რამ აიღო თავის თავზე, ეს პერლი, ეს პროექტი, რომელიც ჩაშვებულია ბოლო პერიოდში, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსები გროვდება ევროპული ქვეყნების მიერ, ჩართულია კანადაც, არა მარტო ევროპული, უფრო სწორედ რომ არ შევიყვანოთ მაყურებელი შეცდომაში და აი ამ თანხებით, რაც ნატოს ფარგლებში არის შეგროვებული, უკვე ამერიკის შეერთებული შტატებისგან ხდება იარაღის შესყიდვა და მან ციფრები თქვა საკმაოდ შთამბეჭდავი და თუმცა ასევე თქვა, რომ მოუწოდებს წევრ ქვეყნებს მეტი ფინანსება ჩადონ, მეტი აწარმოონ იარაღიც, იმიტომ რომ მაქსიმალურად, ანუ ძალიან დიდი რაოდენობა იარაღის მიდის სწორედ უკრაინაში ნატოს წევრი ქვეყნებისგან და ასევე ღიად თქვა და ესეც ალბათ ძალიან კარგი გზავნილი იყო, რომ თავის მხრივ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ბევრს სწავლობს უკრაინისგან, თუნდაც წარმოების მხრივ და ზოგადად ასევე არაერთხელ გვითქვამს, რომ ფაქტიურად უკრაინის არმია დღეს ალბათ წამყვანი არმია არის, რომელიც ბრძოლის ველზე იწვრთობა და ამ ახალი ომის მეთოდებს სწავლობს და თუნდაც დრონების წარმოებაში და ისე დახელოვნდნენ, რომ ნატოც აქეთ ამბობს, რომ უკრაინა კონსულტაციებს უწევს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, თუ რა ჯობია, როგორ აწარმოონ, რა რაოდენობით და საერთოდ თანამედროვე ომისთვის რა არის კარგი. უკრაინაში ყველამ კარგად იცის, რომ საშინელი ყინვებია, ძალიან მძიმე ზამთარია და რუსეთი ურტყამს სწორედ აი ამ მიზნებს, რომ ადამიანები გაიყინონ ფაქტიურად. რუტე მისული იყო იმ ადგილას, სადაც დაიბომბა ერთი თფოსადგური და სხვათა შორის რამდენიმე წუთის წინ მისი მიმართვაც სწორედ ამ ადგილიდან გავცელდა, ჩანს რა ყინვა არის და ესეც მოწმობს იმაზე და რუტე ამბობს, რომ მიუხედავად 4 წლიანი აი ამ სრულმასშტაბიანი ომისა, უკრაინელი ხალხი არ გატყდა და ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ისინი აგრძელებენ ამ ბრძოლას. ამ თვეში 4 წელი გადის, ალბათ ესეც უნდა აღვნიშნოთ. და გადასცდა რაოდენობით, დღეების რაოდენობით ეგრეთ წოდებულ მეორე მსოფლიო ომს. ევროკავშირი ამზადებს სანქციების მეოცე პაკეტს და როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, საკმაოდ მკაცრი იქნება და რუტეც ამბობს და ზოგადად ევროკავშირის სულისკვეთებაც ახლა ასეთია, რომ რუსეთზე უნდა გაგრძელდეს ზეწოლა და ფაქტი არის ეს ეკონომიკური წნეხი რუსეთზე მოქმედებს არ მოქმედებს მის ქმედებებზე, რაზეც თქვენ თქვით და რასაც ვხედავთ, თუნდაც ამ დაბომბვები რო გრძელდება მიუხედავად ზავისა, თუმცა რაც უფრო მეტად ურტყამს რუსეთს ეს ეკონომიკური სანქციები, სწორედ ჩემი აზრით ამის გამოვლენა არის ეს დაბომბვები და რუსეთის ესეთი ქმედება. ხვალ დაანონსებულია დონალდ ტუსკის ვიზიტი უკრაინაში, მან თვითონ დადო X-ზე და დაანონსა, რომ ამ მძიმე დღეებში მას ჰქონდა საუბარი ვოლოდიმერ ზელენსკისთან და ის თulis, რომ ამ მძიმე დღეებში უკრაინის გვერდით უნდა იყოს და რა ვიცი, ალბათ მართლა 4 წლის თავზე ჩვენც შეგვიძლია გავამხნევოთ უკრაინელები და ჩვენც უთხრათ, რომ მართლა ზამთარი დასრულდება და
დაზაფხული დადგება და მართლაც აღმართოვანებელია უკრაინელი ხალხის ასეთი სიმამაცე, ასეთი გაუტეხლობა და უნდა გამოვთქვათ იმედი, რომ უკრაინა ნამდვილად გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, თუმცა გამარჯვება ის თქვათ ახალი კონოტაციით იქნება, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რა გეოპოლიტიკური ძვრებიც არის ახლა ჩვენს გარშემო. ახლა სანამ დაამთავრეთ, უბრალოდ კითხულობდი, რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, ვიზიონერმა გაავრცელა, რომ თეირანის დასავლეთ მხარეს იყო რამდენიმე ძლიერი აფეთქება და ეს არის ირანულ წყაროებზე დაყრდნობით და ეს აღმოსავლეთ ყარაჩში იყო ძირითადად ეს აფეთქებები. ალბათ შაჰედის საინტერესოა, ეს არის დარტყმები თუ ეს არის იგივე ტიპის აფეთქებები, რაც წინა დღეებში იყო. ხო, ვინც არის ის ან გუშინ წინ იყო ერთდროულად 6 ქალაქში აფეთქება. ძალიან საინტერესო პასუხი ჰქონდა ირანის პროპაგანდას, სამთავრობო პროპაგანდას, თითქოს ეს იყო გაზის გაჟონვა. თავიდან ესეთი რაღაც თქვეს, მაგრამ ვერ იქნებოდა შემდეგ ერთ-ერთ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, თვითმხილველები ვიდეოებში ამბობდნენ, რომ გაზი ამ კორპუსში საერთოდ არ არის შეყვანილი. ანუ დიდი ალბათობით ეს იყო მაშინ რაღაც ან ადგილობრივი რაღაც წინააღმდეგობის მოძრაობის ჯგუფების გაკეთებული, IRGC-ის ლიდერები იყვნენ სამიზნე, რამდენიმე ლიკვიდაცია მოხდა, ან ეს იყო სადაზვერვო სამსახურების მუშაობა. ეხლა საინტერესოა გიორგი, რასთან გვაქვს საქმე? ნახოთ, აი გავრცელდება. აი ზუსტად იმ დრონის ფონზე საინტერესოა, ეს არის უკვე რაღაც დარტყმები შტატების ან ისრაელის მხრიდან, თუ ეს არის ისევ შიდა რესურსებით ან სადაზვერვო სამსახურების ნამუშევარი. ფაქტია, რომ იძაბება ირანში და ძალიან საინტერესოა, როგორ განვითარდება იქ მოვლენები. უკრაინაზე დავამატებ თამარის ნათქვამს მხარდაჭერასთან მიმართებით, როდესაც საუბრობდა, გამახსენდა სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ლინცი გრემის პოსტი იყო, თუ განცხადება, რესპუბლიკელი, ისეთი ტრამპთან დაახლოებული სენატორის, ძალიან აქტუალური პოლიტიკოსის, რომელიც გამოირჩევა ხოლმე ესეთი მკვეთრი პოლიტიკური განცხადებებით და მან თქვა, რომ სწორედ ხაზი გაუსვა აი ამ განახლებულ იერიშებს რუსეთის მხრიდან და თქვა, რომ აუცილებლად ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს და მოწოდება იყო კიდევ ერთხელ გაიჟღერა ტომაჰავკებმა და იმედი გამოთქვა, რომ ტრამპი აღარ გაწელავს დროს და რაღაცნაირად იმოქმედებს უფრო ეფექტურად იმისთვის, რომ რუსეთზე განხორციელდეს უფრო მეტი ზეწოლა. ნახოთ, საინტერესო არის ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აი ამ სპირალში, რომელსაც ვახსენებთ ხოლმე კიდევ სად შემოbrunდება უკრაინის მხარდასაჭერად. ახლა ფაქტია, რომ მთელი ყურადღება ირანისკენ არის გადართული, იმედია, რომ ეგ ამბავი მალე დაალაგდება და შემდეგ უკვე უკრაინა უფრო მეტი ყურადღების ცენტრში მოექცევა. და ასევე მინდოდა შემეხსენებინა ეს თემაც, რაც უკავშირდება წინა ეპიზოდში პრინციპში ჩვენ ვისაუბრეთ, თუმცა ახლა უკვე ციფრებით დასტურდება, რომ ინდოეთთან მიღწეულმა ახალმა შეთანხმებებმა, მათ შორის ევროკავშირსა და ინდოეთს შორის გაფორმებულმა შეთანხმებამ გამოიღო უკვე შედეგები და დაიდო ახალი სტატისტიკა, სადაც ნათქვამია, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა რუსული ნავთობის შესყიდვა ინდოეთის მხრიდან და ეს არის პოზიტიური სიგნალი. ტრამპის პოლიტიკას, როდესაც ვახსენებთ, იგივე გრემის ამ სტატუსში ნათქვამი იყო, რომ პოზიტიური ამბავია, რომ ინდოეთი ამცირებს შესყიდვას და უნდა გაგრძელდეს ეს ეწოლა სხვა ყიდველებზეც, ასე ვთქვათ. მინდა დაუბრუნდე ერთი პატარა რეპლიკა ინდოეთთან დაკავშირებით. გუშინ იყო სომხეთში ჩასული ინდოეთის დელეგაცია. იცით, რომ სომხეთი არის ინდოეთის შეიარაღების საკმაოდ მსხვილი მომხმარებელი, ანუ აზერბაიჯანი პაკისტანისგან ყიდულობს და სომხეთი ინდოეთისგან. გუშინაც გაფორმდა კვლავ საკმაოდ მსხვილი შეთანხმება შეიარაღების შესყიდვასთან დაკავშირებით და ესეც ზუსტად აი უნისონში მოდის ბრიუსელი, ვაშინგტონი, დელისთან, ყველაფერი რეგიონში საკმაოდ აქტიური ძვრები მიმდინარეობს. აქ გავჩერდები და რეპლიკა რო გადმოვიდე რუტეზე, გარი კასპაროვის განცხადება ვნახე ახლა ერთ-ერთ ქსელში X-ზე, სადაც
ცოტა აღშფოთებულია ტრადიციულად თავის სტილში და რუტეს მიმართავს რომ კი, მაგრამ დროულად გააკეთეთ ეს დახმარება, სანამ ჯერ კიდე ვინმე არის დასაცავი უკრაინაში. ყოჩაღრუ იმას რა ქვია, გარის მაგ ჭრილში მინდოდა ჩემი მოსაზრება გამომეთქვა და ამფიქსრებინა, რუტემ თავისი ეს განცხადებაში ქონდა პასაჟი, რომელმაც ძალიან გამახსენა ჩერჩილი. ვიბრძოლებთ ცაში, ვიბრძოლებთ ზღვაზე, ვიბრძოლებთ მიწაში, ვიბრძოლებთ ქალაქებში, მას ჩერჩილის ძალიან ცნობილი სიტყვაა და დაახლოებით ეგ პასაჟი ქონდა რუტეს, ოღონდ აქ შემოდის თავარი მდგენელი, როცა შეთანხმება შედგება, მერე ჩვენ ვიქნებით ყველგან, ვიქნებით საშიც, ვიქნებით ზღვაზეც, ვიქნებით ხმელეთზეც და შავ ზღვაშიო თან თქვა, შავ ზღვაში. ეს შავი ზღვა თავის მხრივ კი გვაიმედებს, თუმცა აქ მაინც ჩერჩილისგან განსხვავებით, ჩერჩილს არ უთქვამს, როცა შეთანხმება შედგებაო, ჩერჩილმა თქვა, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს მიწას. ხო და აი ეს განწყობა რომ მეერე მოვალთ, ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია და აი კასპაროვის არ იყოს, სანამ დარჩა ვინმე დასაცავი უკრაინაში, სანამ ხალხი უძლებს თქვით რომ თებერვალში ეხა მოსალოდნელად ძალიან დიდი ყინვები. ზოგადად უკრაინაში მთელი ზამთრის განმავლობაში თებერვალი არის ყველაზე გამორჩეული ყინვებით და ყველა ჩვენგანს ჩემი აზრით თითო ჯერ მაინც ჩვენს ტყავზე გვაქვს გამოცდილი როგორი ყინვა იცის თებერვალში. არასდროს დამოვიწყდება ჩემი შოკი თუ ესეთი რამე შესაძლებელი ადამიანი გადაადგილდებოდა და თუ კი რამე სველი გაქვს და თხევადი გაქვს ორგანიზმში სიარულის დროს იყინებოდეს და ამ პირობებში როცა არ გაქვს საშუალება რომ შენობაში შეხვიდე და იქ მაინც გათბე, როგორია რომ გაუძლო ამას, ჩემთვის პირადად რაღაც ადამიანურ შესაძლებლობებს ნამდვილად ცდება. განსაკუთრებით წინა ხაზზე და განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეები, ბაღის მოსწავლეები, მოხუცები, ქალები, ეს ყველაფერი აუტანელია, იმიტომ რომ ახლა არის ზუსტად -18, -19, -20 ძალიან მძიმე და ამ დროს ხდება დაბომბვა. ამ ჭრილში როცა მომავალ კი მან ისაუბრა უკვე იმ დახმარებაზე პარპლის ფარგლებში რაც გამოუყო, თუმცა ჩემთვის უბრალოდ გამაღიზიანებელი იყო რომ შეთანხმება რომ შედგება მე შეიძლება გვიანი იყოს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი უფრო გადამწყვეტი ზომები. აქვე მინდა ვთქვა მე-20 პაკეტზე ევროკავშირის კი იქნება მკაცრი, მაგრამ წინა 19-იც მკაცრი იყო და ჩემი აზრით გაცილებით ეფექტური იქნება აი იმ 19 პაკეტის აღსრულების კონტროლი. კი რა თქმა უნდა რაც მეტი სანქცია უკეთესი, მაგრამ რაც უკვე დადებული აქვს იმ სანქციებს რომ ბოლომდე აღასრულებდნენ და აღსრულებას რომ ბოლომდე აკონტროლებდნენ. გაცილებით უფრო ეფექტური იქნებოდა. სანამ ტრამპმა არ დაიწყო ვენესუელიდან გამომავალი ჭრილოვანი ფლოტის დაკავება, მანამდე რატო არ დააკავეს ამათმა აქ? ხო, ნუ ისიც ერთი ფრანგული ოპერაცია იყო, რაც ახსენეთ წინაზე. შესაბამისად, ავანსების გაცემა და მომავალზე ლაპარაკს ჯობს, რომ ეხლა რაც ხდება, ეხლა რა გადაწყვეტილებებიც მიღებული აქვს, ისინი აღასრულონ. რაც შეეხება ზავს თუ მორატორიუმს, თუ რაც გვინდა ის დავარქვათ, ენერგო სისტემებზე, მე ვიტყოდი რომ რუსეთმა არაფერი არ დაარღვია. არაფერი არ დაურღვია. რატო არ დაურღვია? ერთია, რა თქვა ტრამპმა, მეორეა, რა თქვა ზელენსკიმ და მესამეა, რა თქვა პესკოვმა. და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ რუსეთზე ვსაუბრობთ, უნდა თავარ გზავნილად ავიღოთ პესკოვის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ კი ბატონო, გინდათ მორატორიუმი, იქნება მორატორიუმი 1 თებერვლამდე. ზუსტად 1 თებერვლამდე ეს მორატორიუმი დაიცვეს. მართალია მხოლოდ რაკეტებით, იმიტომ რომ შაჰედები მაინც გაუშვეს. მაგრამ რაც თქვეს გავაკეთეთ და გააკეთეს. აი რისთვის ჭირდებოდათ ეს კიდე მეორე საკითხია, იმიტომ რომ სტატისტიკას ვადევნებ ხოლმე ჩემს არხზე თვალს და ძალიან საინტერესო ამბავი იყო ბალისტიკური რაკეტების გამოყენების ნაწილში რა. ხშირ შემთხვევაში ბალისტიკური რაკეტების ნაცვლად იყენებდნენ საზეიმტო რაკეტებს, S-300 რაკეტებს. ანუ სახარო მიზნებზე კი არა, სახმელეთო მიზნებზე. მე ამას მოყვა ახალი ცნობები იმის შესახებ, რომ ჩრდილო კორეიდან ტვირთების მიღება არის გართულებული რუსეთში. სწორედ იმ ტვირთების, რომელიც ჩრდილო კორეულ ბალისტიკას აწვდიდა რუსეთს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ამ ზავით რუსეთმა ძალიან კარგად იხეირა, დააგროვა ეს ყველაფერი და გამორიცხული ხა პუტინ, ანუ იმედი არასდროს ეგეთი არ მოხდა, მაგრამ პუტინის ადგილას რო ვიყავ მე, რა თქმა უნდა, ამ ერთკვირიან 10 დღიან მონაკვეთს, როცა
მინუსები იმის იქით არის უკრაინაში რომ მეტი რო არ შეიძლება არ გავმაზავდი უბრალოდ ანუ ყველა ვარიანტში გამოიყენებს ამ ცუდი გაგებით გამოიყენებს რა უნდა პატარა რეპლიკა აქვს ბავშვმაც კი იცის რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება იმიტომ რომ ის მუდამ იტყუება ეს არის მატყუარა პარტნიორი და არასოდეს არ შეიძლება რაღაცა ჯენტლმენური შეთანხმება გააფორმა მასთან. ჩვენ შემთხვევაში საკუთარ ტყავზე რო გავიხსენოთ, ეს არის გნებავთ პირველი სამაჩაბლო, გნებავთ აფხაზეთი მთლიანად, ყველა შეთანხმება რომელიც დაირღვა და რა თქმა უნდა, ეხლა უკრაინის შემთხვევაში ყველა დროს ვიცით, რომ რუსეთი დაარღვევს აუცილებლად ამ შეთანხმებას, აუცილებლად გამოიყენებს იმისთვის, რომ დააგროვოს შეიარაღება, იმისათვის, რომ მასირებული იერიში მიიტანოს თავის მოწინააღმდეგეზე. ანუ ეს იცის ყველამ აბსოლუტურად. ჩვენ შეთანხმებაზე საქართველოს ნაწილზე პირველივე საქმიანი შეთანხმება რაც კი ჰქონია როდესმე რუსეთთან, გეორგიევსკის ტრაქტატზე ვამბობ, დაარღვიეს. ანუ ეხლა რომ მოყავთ ეგ მაგალითად რომ აი თვითონ ერეკლე მეორემ გეორგიევსკის დაარღვიეს ეგ ტრაქტატი. ეგ რო შეესრულებინა სხვანაირად წავიდოდა საქართველოს ისტორია. პირველივე შემთხვევაში დაარღვიეს. და ყველა მიცის მართლა რომ ეს რუსეთი დაარღვეს და რატომ იჯერებენ მართლა აბსურდია და ორ დეტალს შემოვიტან მაგ ამბავში. ეგ საინტერესოა, რაც რატომ თქვა ეხლა რომ მომარაგების ნაწილში ქონდათ რაღაცა შესაძლოა პრობლემა და მე გადაავსეს. მეორე აქ არის საგულისხმო ერთი დეტალი რომ გავიხსენოთ რა იყო წინაპირობები. ტრამპი ამბობდა რომ მე ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა ვლადიმერ პუტინთან, მე შეშფოთება გამოვხატე რომ იქ ხალხი იყინება და ვთხოვე მას რომ აღარ დაბომბოს და ერთკვირიანი ზავი დადოს. და მე ის დამთანხმდა. ანუ ეს თემა წამოვიდა ტრამპისგან. ახლა მოდი წარმოვიდგინოთ პუტინის პოზიციიდან შევხედოთ ტრამპთან ეს პოლიტიკური ვაჭრობისთვის მშვენიერი პასი არის გიორგის როგორც უყურს თქმა მშვენიერი პასი მისცა და რატომ არ გამოიყენებდა ამას შემდგომში რომ ახალ საშინელებას ჩაიდენს სათქმელი ექნება რომ აი მე პატიოსანი მოთამაშე ვიყავი და ზავის პირობებში დავიცავი აი აქ დავიცავიზე პირველი თებერვალი ახსენა რატიმ მაგრამ მე გეტყვი აი ვირეშმაკობაში რა ვიგულისხმე არ დაარტყეს პირველ თებერვლამდე ენერგოობიექტებს პირდაპირ, მაგრამ დაარტყეს ენერგოობიექტებს ირიბად. ბომბავდნენ ქვანახშირის გადამამუშავებელ საწარმოებს, რომელიც ამარაგებდა თბოელექტროსადგურს. და ანუ შედეგი არ იცვლება. უკრაინის მოქალაქე ერთ შემთხვევაში ზარალდება, თუ ის ქვანახშირი არ იქნება იმ თბოელექტროსადგურს ვერ ამუშავებენ, თუ დაარტყავენ პირდაპირ თბოელექტროსადგურს, ასეც ვერ ამუშავებენ, ვიდრე არ შეაკეთებენ, ხო? ანუ შედეგი არ შეიცვალა და შედეგები არის კი ბატონო ძალიან მძიმე, რადგან პირადი გამოცდილება ახსენეთ, მე ქუდის ტარება არ მიყვარს ქართულ საქართველოს რეალობაში ზამთარში არ מחურავს ხოლმე ძირითადად ქუდი ვუძლებ უკრაინაში პირველი ერთ-ერთი რაც გავაკეთე ეგ იყო რომ ქუდი ძალიან თბილი ქუდები ხო ნუ საშინელება ხალხი კარვებში ქუჩებში კარვებია გაშლილი რო ტელეფონი დატენონ, რაღაცა ცოტა გათბნენ, რაღაცა თბილი საჭმელი ჭამონ, მაგრამ მე ხო ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. და ვუსმენდი ესეთ ინფორმაციას უკრაინელ ვლოგერებს, რომ სახლებში აქვთ ეს საკემპინგო კარვები გაშლილი თურმე და იქ არა სივრცეში რო სითბო დაიჭირონ, იქ ათბობენ ბავშვებს. წარმოუდგენელი რეალობაა, ნუ რა თქმა უნდა ეს აწვდიან გენერატორებს, მაგრამ ეს ყველას არ ეყოფა და უძლებს ხალხი, აქვე არ შემიძლია როცა სიმამაცეზე და გაუტეხლობაზე საუბრობთ, შეუძლებელია ოდნავ აი რაღაცა ადამიანურად ემოციები არ გამოიწვიოს თუ გულშემატკივრობ ამ ხალხს, რომ ალბათ ვინც არ გულშემატკივრობს, მათშიც გამოიწვევდა ემოციებს ის კადრები, რასაც ვნახულობდი წინა კვირებში. გამოვიდა ხალხი, მათ შორის გაყინულ მდინარეზე ფართები მოაწყეს, ცეკვავდნენ, რაღაცა 90-იანებში ჩემი ბავშვობა გამახსენდა, ქუჩაში ცეცხლი რო გვენთო ხოლმე და თვებოდით სამეზობლო და რაღაც ეგეთი, ანუ ხალხი აჩვენებს წინააღმდეგობას და გაუტეხლობას აი ამ ფორმითაც და რადგან ამას ვახსენებ, აქვე ახალი სოციოლოგიური კვლევის შედეგები იყო 2 დღის წინ, ესაც საინტერესო დეტალი არის, სადაც 60%-ზე მეტი გამოთქვამს მზაობას მოიმატა წინა კვლევასთან შედარებით, სადაც ნუ მხარდაჭერა არის ერთის მხრივ პოლიტიკური სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ და მეორე ნუ აი ვიამოთ სადამდეც ხო სადამდეც საჭირო იქნება აი ეგ მაჩვენე ეგ კითხვა იყო რა იქ და პასუხი იყო 65%-ში თუ 7%-ში დადებით
ხო და მე მგონი ჩემი აზრით არ ვიცი, არა მხოლოდ იმედია ჩემი და სურვილი, ჩემი აზრით, როდესაც ერია ასეთ სიმამაცეს აჩვენებს და ნებას რომ გადაარჩინოს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, ამ არ შეიძლება რომ ის ერი იყოს წაგებული და სწორედ ეს გვაჩვენებს და არის მაგალითი რომ უნდა თუ გინდა რომ იყო თავისუფალი და თუ გინდა ცხოვრობდეს სუვერენულ ქვეყანაში მართლა სუვერენულში და არა ისეთში როგორც ჩვენ თავს გვახვევენ უნდა იბრძოლო დემოკრატიისთვის ყოველდღიური ბრძოლა საჭირო და თუ დანებდები ალბათ ისეთ ვითარებაში აღმოჩნდები რასაც უყურებთ სამწუხაროდ რუსეთში, ბელორუსში და უკვე სხვაგან მიდიხარ. ხო, მაგ მივდიოდი ზუსტად. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რასაც ჩვენ სამწუხაროდ თვალს ვადევნებთ საქართველოში. ალბათ რა ვიცი, აი მართლა ყველა უკრაინაშიც ნამყოფი ხართ, ყველას გვიმუშავია, წარმოგიდგენიათ რომ უკრაინელი ხალხი ამ ყველაფერს აიტანდა და არ ვიცი, ჩუმად გადაიტანდა აი ასეთ კანონებს მე ვერ წარმომიდგენია რაც ჩემი თვალით მაქვს იქნა. გაგანია ომში გამოვიდნენ აგერ აქციები ქონდა. ნაბუსტასაც ავად ნამდვილად. თუმცა მანდვე უნდა ვისაუბროთ თან მით უფრო რო წინა ეპიზოდში შევეხეთ Starlink-ის საკითხს. ძალიან მაგარია. ერთის მხრივ ნაწილობრივ გადაწყვეტა და საბოლოო ჯამში გადაწყვეტის პრობლემა მოძებნეს, თუმცა მეორეს მხრივ მან გამოჩნდა კიდევ ერთი ხარვეზი და პრობლემა და ზოგადად ეს, როდესაც ერთის მხრივ საუბრობთ ესეთ გამძლეობაზე და მედეგობაზე და გმირობაზე, მეორე მხრივ გამოჩნდა, რომ აი ეს კონტრაბანდული, ესე თქვა ვიხმაროთ, Starlink-ები როგორ აღმოჩნდა რუსების ხელში, იმიტომ რომ რუსების ესე, ანუ ბაზარში ვერ გახვალ და ვერ იყიდი, ხო, ამ Starlink-ს და ვერც ასე ვთქვათ რუსეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად, ეს Starlink-ების ნაწილი მაინც უკრაინის ტერიტორიაზეა მოპოვებული. ყველაზე მსუბუქად რო ვთქვათ რა. ყველაზე მსუბუქად რო ვთქვათ. კი, ბევრი ლინკი ვნახე, მათ შორის ძალიან ისეთი პროუკრაინული წყაროების, სადაც აი ეგ ეჭვები ანუ რამდენიმე ერთეული მინიმუმ რა ესე ანუ რამდენიმე ერთეული ცხადია იქნება მაგრამ არა ცხადია იქნება ჩემთვის მიუღებელი ანუ როდესაც შენ უკრაინის მოქალაქე ხარ და ანუ ცხადია ვთქვი იმიტომ რომ ვუშვებ რომ შეიძლება იყოს ხო და მაგრამ ნუ თავარი რა არის ხმა და თავარი არის ის რომ პრობლემის მოგვარების გზა ნაპოვნი არის და მე მოკლედ შევაჯამთე შენ განავცე რადგან ის გქონდა ხო ანუ პირველი რაც ეხა სასწრაფოდ მოხდება იქნება ის რომ 75 კმ/სთ-ზე ჩქარა თუ გადაადგილდება Starlink-ი ინტერნეტის ჩქარით დაუვარდება და 90 კმ/სთ-ზე უფრო ჩქარა თუ არის საერთოდ გაეთიშება ეს შეზღუდავს ესეც ახსენი რატო არის სიჩქარესთან ხო ეს დაკავშირებული ამაზე რომ დრონი რა სიჩქარით დაფრინავს რა იმიტომ რომ დრონები იყო აღჭურვილი Starlink-ები ხო მაგრამ აქ პრობლემა ის არის რომ ამ შემთხვევაში უკრაინელებსაც შეექმნებათ პრობლემა რა თუმცა საომავლოდ უკვე ნაპოვნია გზა როგორ უნდა მოგვარდეს ეს თემა იქ სერიულ ნომრების შეგროვებაზე იყო ხო საუბარი ავტორიზაციას გაევლიან ეგ უკვე მიღებული გადაწყვეტილება არის და მაგის მერე თუმცა დაჭირდება მაგას არა 1-2 დღის ამბავიაო გუშინ წინ გაფორმდა თვითონ მასკი არის პერსონალურად ჩართული ხმა პროცესში და თავდაცვის მინისტრს ჰქონდა მოლაპარაკება ფედოროს პირდაპირ ანუ ეგ ნახე კი მაგრამ მოდი ახლა მაშინ გეტყვი რა ხო ანუ ამბავი რა არის რომ განმარტო რა რომ თქვათ ერთი და იგივე ზო პრობლემა რაში იყო თქვათ დონეცკის ოლქში არის 10 Starlink-ი და ვერ გავიგეთ ვისია ახლა ამას რუსები იყენებენ თუ უკრაინელები იყენებენ ეს არის წინააღმდეგობა თუ SpaceX უნდა რომ ყველა გათიშოს ისაც დაზარალდება ესაც დაზარალდება ანუ ამისთვის მოიფიქრეს ესეთი მარტივი გზა რომ იქნება ავტორიზაცია ვერიფიკაციას გაივლის და ამას უზრუნველყოფს უკრაინელი სამხედროებისთვის თავდაცვის სამინისტრო რომ მიაწოდოს მონაცემები და მარტივად გაივლიან ამ პროცედურას და ვინც ვერ გაივლის შესაბამისად მისი დივაისი დაიბლოკება. ხო, ამას მაგას გულისხმობდი რომ ერთ და ორ დღეში რამდენად მოგვარებად ეგარც რატო იცი რა კითხვები მქონდა მე ახლა რო ვცნებოდი. ნახე, ამას ჭირდება ეგრეთ წოდებული თეთრი სიის გაკეთება. ანუ ავტორიზებული ნებადართული დივაისები. ეს იმას გულისხმობს რომ მარტო ფრონტზე ხომ არ არის ეს Starlink-ები, ხო და მარტო დრონებში ხარ გამოიყენებს
იყენებენ ანუ კომუნიკაციის ძირითადი წყარო უკრაინელებისთვის არის სწორედ Starlink-ი და აი ეს სისტემები. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დრო დაჭირდება ინფორმაციის შეგროვებას, იმიტომ რომ აქ არ არის საუბარი არქეოლოგიას რატო ნახე, აი ცენტრალური შტაბიდან მოდის, თქვათ, კონკრეტულ დანაყოფებთან ინფორმაცია, კოდები რა. მე მაქვს device-ი და შემყავს ეს კოდი და ვააქტიურებ. მორჩა, ანუ პირდაპირ წამოვა. მე გეტყვი რა, მე პირიქით წავიკითხე, მე წავიკითხე რომ ვისაც აქვს device-ი, ის იმენ უნდა განაცხადოს, რომ ჩემი device-ის ნომერია 7, პირობითად ვიზახი რა. გიორგიმ უნდა განაცხადოს, რომ ჩემი device-ის ნომერი არის 10. და ასე შემდეგ. ეს უნდა შეგვიძლია, მან პრობლემა რაში იყო, რაც მე წავიკითხე რა, რომ ეს Starlink-ები არ არის ცენტრალიზებული. კი, რაღაცა ნაწილი ცენტრალიზებულია და თავდაცვის სამინისტროს აქვს ნაყიდი და გადაცემული, თუმცა ბევრი არის volunteers ქართულად როგორ არის მოხალისეების მიერ შეგროვებული ფულით ნაყიდი. ბევრი არის ვიღაცა კონკრეტული ადამიანი, ჯარისკაც, რომელიც არის თავისი ფულით ნაყიდი. მანდ მივდივართ ზუსტად იმ საკითხამდე, რასაც შენ რბილად შეეხე. ეს არის აი ამ აღჭურვილობის შავ ბაზარზე გაყიდვა და ეს არის უნდა ვთქვათ პირდაპირ ძალიან დიდი პრობლემა, ჩვენ საუბრობდით კორუფციის საკითხებზე და აი ამ შეიარაღების და აღჭურვილობის გაყიდვაზე არის საუბარი. რა თქმა უნდა, მყიდველი ვინ არის? ამ შემთხვევაში მყიდველი არის რუსეთი. ხო, თუმცა ცალკეული შემთხვევები უკრაინელებიც არიან მყიდველები. რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ შემდეგ გადის ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ვიღაცამ დიდი ფული გააკეთოს და პრობლემა რაში იყო? ანუ საიდან წამოვიდა ხო ამ Starlink-ის ამბავი, რომ შახიდი იყო Starlink-ით აღჭურვილი, რომელიც აკეთებდა რეტრანსლირებას, ხო? ანუ სიგნალს უშვებდა და ეს აძლევდა რუსებს შესაძლებლობას ემართათ გზაშივე, ანუ ჰაერშივე ემართათ, არა კაბინეტიდან, არამედ ჰაერშივე და შეეცვალა ტრაექტორია, რაც უკრაინელებისთვის სერიოზული სიახლე აღმოჩნდა, არ იყვნენ მაგისთვის მზად, შესაბამისად მიიღეს სერიოზული დარტყმები, ხო? ანუ ეს პრობლემაც კვლავაც არის დღის წესრიგში, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა მასკით ჩაერია, SpaceX ჩაერია, უშუალოდ ამას გამოასწორებენ და რაღაც, მაგრამ ეს რჩება ძალიან დიდ გამოწვევად. ყველაზე რბილად. ნუ არ ვიცი, მაინც ისე თითქოს ისე წავიდა ამ საუბარში, რომ მაინც სულ უკრაინიდან შესაძლოა რამდენიმე იყო, მაგრამ არ მგონია, რომ მხოლოდ იმდენად მასობრივად იყო ეს ინტეგრირებული დრონებზე, კადრები გავრცელდა გადამჭერი დრონებით გადაღებული მაგალითად არაერთი, რომ ანუ მასობრივად ამ შაჰიდებზე იყო დამაგრებული ესენი და არა გაუცილებელი მარტო უკრაინაში ეყიდათ, შესაძლოა ევროპაშიც ეყიდათ სადღაც, მაგრამ მსოფლიოში ეყიდება ეს. ნახე რა არის პრობლემა, მან ანუ ავტორიზაციის კოდი რომ მოგდის, ანუ რუსეთში ვერ მიუვათ ავტორიზაციის კოდი, მიხვდი? დაბლოკილია. უმეტესობა აი გააქტიურების კოდები იყო უკრაინული. ეგ არის პრობლემა. ხო, არ ვიცი, მე ამ ტექნიკურ დეტალებში ნამდვილად ვერ გამოვიდები. ეს არის პრობლემა, რომ ძალიან ბევრს ქონდა უკრაინაში ნაყიდი, მათ შორის კერძო პირსაც, ხო? იურიდიულ პირსაც, ანუ არ ამბობ შეიარაღებულ ძალებზე, ანუ კონკრეტულ ადამიანებზე ვამბობ, ხო, რომლებიც ომის პირველ ხო, იმიტომ რომ ამაზე თვითონ უკრაინელებს ქონდათ ძალიან დიდი ამბავი, რაღაცებს უკითხულობდი და ვუსმენდი, თვითონ უკრაინელები იყვნენ, როცა აღმოაჩინეს ეს ამბავი, ანუ ძალიან სერიოზული ის იყო პანიკა რა, რომ აი ზუსტად იმიტომ რა, რომ ის კი არა რომ რაღაცა, ანუ აი ეს აქტივაციის კოდები იყო უკრაინული რა და ეგ იყო პრობლემა. ნუ ერთი რამ ფაქტია, რომ უკრაინული საზოგადოება ესეთ რეაგირებს. პრობლემებზე ძალიან კარგად რეაგირებს და ეს არის მთავარი და ხმას იღებენ, ანუ ყველაფერზე ძალიან სწრაფად რეაგირებენ, ვიდეოებს წერენ, პოსტებს წერენ, ანუ ხმას აწვდენ. ხო, აბა ჩვენ ხوار დაგვისწრებია ეს ყველაფერი, მაგამათგან ვიღებ. მანდედან ვიღებ. სხვათა შორის მაგ ამბავზე გამახსენდა გერმანიაში დააკავეს ჯგუფი, მათ შორის ერთ-ერთი იყო უკრაინის მოქალაქე, რომლებიც ყიდულობდნენ და აგზავნიდნენ მეორადი დანიშნულების აპარატურას რუსეთის არმიისთვის რა, ანუ ამ ჩიპებზე საუბარი. ხო, ნუ რაც რაკეტებში გამოიყენება საუბარი, გერმანიიდან უკრაინელები, პოლონელი იყო თუ არ ვცდები კიდევ ერთი, არ მახსოვს რაღაც ჯგუფი იყო. პოლონეთშიც დააკავეს უკრაინელები, ერთ-ერთი საგულისხმო ეგ არის, უკრაინელი იყო, ანუ წარმოიდგინეთ, ტიპი ევროპაშია, უკრაინელია. და რუსებს ეხმარება იმის გამო რომ ფული აკეთოს. ასეთები ხდება, რა ვქნათ ახლა? ხო, ნუ არაფერს ვერ ვიზამ. თუმეტეს როცა ამდენი მილიონიანი მან მთელი უბედურება იმაში არის, რომ ისეთი ხალხი აპელირებს მაგაზე და ისეთი ხალხი ამბობს, რომ რა ხდება, როგორიც თუნდაც რა
რუსები არიან. ანუ ჩვენ თავზე აღარ ვიტყვი არაფერს, თორე ჩვენც არ აქვს კარგად მაკრო მდგომარეობა კორუფციასთან და ჩიპების გატარებასთან, ამიტომ რუსებზე გადავიტანოთ. ამასობაში საქართველოში რუსული ნავთობის იმპორტიც რუსულ ნავთობზეც უნდა ვკითხოთ, მაგრამ უნდა ვკითხოთ მომავალ კვირას დაგეგმილ მიუნხენის კონფერენციაზეც. შენი როგორი მოლოდინი გაქვს აი ამ კონფერენციის, რამდენად განსხვავებული იქნება? ჩვენთვის მაგალითად 2007 წლის მიუნხენის კონფერენცია, რომელიც იყო საშინელი რაღაცა ჭექა-ქუხილი და დელგმა და მოყვა ამას კატასტროფა, მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ზოგიერთ კონფერენციაზე იყო ძალიან მკვეთრი განცხადებები, ზოგიერთზე პირიქით, მაგრამ აი შენი მოლოდინი როგორი არის უკვე მომავალ კვირას და 2026 წლის მიუნხენის კონფერენციაზე? იცი რა, პუტინის გამოსვლის მერე დამამახსოვრდა ზელენსკის გამოსვლა, ზუსტად და რამდენიმე დღეში ომი დაიწყო, ზუსტად ყოველწლიურად თებერვალშია და პრინციპში აფრთხილებდა ყველას და კლიჩკოც იყო მახსოვს და ინტერვიუც ჩავწერე მაშინ მიუნხენში და აი ბუკვალურად რომ დავიშალეთ და დავბრუნდით სადღაც ხო ერთ კვირაში ალბათ 10 დღეში მართლაც დაიწყო ომი და ესეც ძალიან დამამახსოვრებელი იყო. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლებში ძალიან მოსაწყენი დავოსისგან განსხვავებით წლევანდელი დავოსიც კი ძალიან საინტერესო იყო და ეკონომიკური ფორუმი პოლიტიკურმა საკითხებმა გადაწონა. სავარაუდოდ უნდა იყოს საინტერესოც მიუნხენიც. რადგანაც პირდაპირ თემატიკაა უსაფრთხოების კონფერენცია და ვხედავთ როგორ ფაქტი არის რომ ძვრები არის ამ საერთაშორისო წესრიგის წესებთან დაკავშირებით ნახოთ გამოსვლებიც საკმარისად საინტერესო უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას როგორც ვიცი მარკო რუბიო უხემძღვანელებს და საინტერესო იქნება ტრადიციულად ამერიკელების გამოსვლები არის საინტერესო როცა მაკეინი იყო ცოცხალი ძალიან ძლიერი დელეგაცია ჩადიოდა ხოლმე და აი ესეთი გზავნილები ჰქონდათ მკაფიო და თარგეთირებული საინტერესო იყო ვენსის რაღაცა ესეთი ერთგვარი შოკის მომგვრელი იყო თუნდაც ის მიუნხენი სადაც ვენსი გამოვიდა და ეხლა ნახოთ აბა ხო როგორ კარგია რომ რუბიო ჩადის თქო გავიფიქრე ხო და ნახოთ როგორ შეიცვლება მით უმეტეს აი რასაც ეხლა თქვენც ლაპარაკობდით ირანი უკრაინა ამ ხელაძვრების ფონზე საინტერესო იქნება და აი ამ წუთას სხვათა შორის მე მგონი ჩვენი მაყურებელიც რო ნახავს საინტერესოა ნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბიუროს უფროსი წარმომადგენელი ბრენდან ჰანრანი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ლაშა დასალიას ხვდებაო თუ შეხვდაო ნეტა რისი მომასწავებელი არის ეს შეხვედრა და დასთან დაკავშირებით ხდება თუ შეხვდაო ლაპარაკობთ მე პირადად სუორი გამოსვლა მაქვს ესე რა შარშანდელამდე ერთი იყო და ის ერთი იყო 2007 წლის პუტინის გამოსვლა რომელმაც ააყირავა სოფლიო წესრიგი უფრო სწორედ თვითონ ეს შინაარსი პუტინის იმ გამოსვლის ნამდვილად იყო რევოლუციური და ნამდვილად იყო აყირავება მაგიდის მაგრამ რატომღაც მაშინ არაადეკვატური რეაქცია ჰქონდა თელ სამყაროს თუ სწორად მახსოვს იგივე წელი იყო ტაიმის მოწლის ადამიანთა ასახელა პუტინი და საერთოდ ვერ გაიაზრა თელმა სამყარომ რომ მაშინ პუტინმა თქვა რომ დამთავრდა დღეიდან სოფლიო წესრიგი ასეთი აღარ იქნება და მას მერე მოყოლებული ის ნაბიჯ ეტაპ ცდილობს რომ ეს წესრიგი შეარყიოს ამის შემდეგ გადის წლები და შარშან დევენსი ჩადის მიუნხენში და ისეთი სპიჩი აქვს როგორიც აქვს და ნამდვილად ახდენს რეალურ შოკს და რეალურ ამოყირავებას უსაფრთხოების არქიტექტურის. იმიტომ რომ მე მგონი წინა ეპიზოდშიც მაგაზე ვსაუბრობდი რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს პუტინი რასაც ცდილობდა ერთ წელში ამერიკელებმა ხდეს შეარყიეს ის უსაფრთხოების არქიტექტურა რომელიც იყო ამიტომ მიუნხენიდან წელს ველოდები უკვე
ასე რომ ვთქვათ, სპორტული მეტაფორა რო ვიყმაროთ, ბურთი ახლა ევროპელების მოედანზე და წესიც ლევანდელი მიუნხენი ევროპელების იმითი უნდა იყოს. ბენეფისი უნდა იყოს. და მე ძალიან ველოდები მერცი მერცის პოლონეთის სტუბის და ეს პოლონეთის სიკორსკის საგარეო არის სიკორსკი და პრემიერი სახელი. სტუბიც მე მგონი სტუბიც არ ჩამოუვარდება. ხო, სტუბიც საინტერესო იქნება, თუმცა მაინც თავისი აი ამ სიმკვეთრით მაინც გონია რომ პოლონელები ყველაზე მკვეთრები იქნებიან. აქვე მერცი ნამდვილად ვფიქრობ რომ ესეთი გამორჩეული იქნება, რომ მერცი შარშანვე ძალიან გამორჩეული იყო, უბრალოდ დივენსმა ისე შეაჯანჯღარა ყველაფერი, რომ დივენსზე მერცის პასუხი ძალიან კაფეო იყო, თუმცა მაინც ჩაიკარგა, იმიტომ რომ მაშინ ამერიკისგან ამას არავინ არ მოელოდა და უცბად ცივი შხაპი გადაასხათ ევროატლანტიკურ უსაფრთხოების სტრუქტურებს. კანიმაც როგორ გვაჩვენა თავი ახლა დავოსში ხო ხედავთ, ანუ მერცის მხრივ ხო ესე რომ გადავხედოთ რაღაცა ლიდერების სხვა ხასიათის თუ გამოვლინებასაც აქვს ის და მე მგონი კარგიც არის და კი რატი შენ კი ამბობ რომ ერთ წელიწადში იმდენი მოახდინა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაო და აქ როგორც მარკ რუტემ დაიცვა დონალდ ტრამპი ევროპარლამენტში და თქვა რომ არ არის პრობლემა ჩემი მიმოწერა გაასაჯაროოს ოღონდ საქმე გააკეთოსო მეც ვემხრობი კი ერთ წელიწადში კი მაგრამ მეორეს მხრივ ევროპას შეაჯანჯღარა და ასე თუ ისე რუსეთის დასუსტა ხა ეს მისი მიზანი იყო თუ ეს უბრალოდ მოხდა ამ ძვრების შედეგად ყოველ შემთხვევაში რა ვიცი რუსეთის დასუსტება ჩვენ გვაწყობს. რუსეთის დასუსტება გვაწყობს, პრობლემა მთავარი ეს არის, რომ აი ამ შეჯანჯღარებაში არ ჩამოიშალოს ეს არქიტექტურა, თორე თუ ცოტა გამოფხიზლებიან და ეს ყველა ვარიანტი რუსებს ადგება და მიცემს მიუხედავად იმისა, ყველა ვარიანტი 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი როგორც იყო ხო 22-ში, ანუ ეს ამბავი გამორიცხულია. ის რომ ეხა ევროკავშირი ცდილობს, ასეც წინა პოდკასტებშიც ვისაუბრეთ ჩვენ რაღაცა ცალკე მოთამაშედ გამოვიდეს და მოგვევლინოს ამის რაღაცა ნიშნები არის და ვნახოთ ეხა იქნება თუ არა ტიტანის ერთი ადგილი რეალურად და ჩამოყალიბდება თუ არა ამას ყველა ერთად ვნახავთ. რა თქმა უნდა ეხა ზედმეტი მოლოდინი და რაღაცა არ აგვაქვს, იმიტომ რომ სანამ ხალხი მიუნხენშია და იქ რაღაცა ფეშენ სასტუმროებში საუბრობენ რაღაცა უსაფრთხოების არქიტექტურაზე და რაღაცა ესეთ სლოგანებს და სიტყვებს ამბობენ, იქ უკრაინელები იხოცებიან ყოველ დღე, ზოგი ტყვით, ზოგი დრონით და ზოგი სიცივით, ხო? ანუ და ესეც ფაქტია და ეს საუბარი არის ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოზე, ანუ გეოგრაფიულ ერთეულად ყველაზე დიდ ქვეყანაზე, ხო? რომლის მილიონობით მოქალაქეს დატოვებული აქვს, ლტოლვილი არის, სხვადასხვა ქვეყანაში არის წასული, აქაც არიან ლტოლვილები ჩამოსულები, ასე რომ არ არის მარტივი. რა ვნახოთ როგორ იქნება ყველაფერი, თუმცა ეს არის ერთი მიმართულება. მეორე მიმართულება ჩვენგან სამხრეთით არის, რაზეც მთელია ეს საუბრობთ და ყურადღება მიდის. მეორე შახედიც არის ხა ლინკოლნის მიმართულებით წასული. აი ამ ამბავზე ნიუს დაგაწევთ CENTCOM-ის ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის მეთაური ბრედ კუპერი ამბობს ასეთ რამეს, რომ საერთაშორისო წყლებსა და საჰაერო სივრცეში ირანის მხრიდან მუდმივი შევიწროება და მუქარა არ იქნება პასუხგაუცემელი. ანუ შაჰიდის ამბავი ხო მოვყევით წეღან და ამის გარდა იყო კიდევ ერთ-ერთი ესეთი ინციდენტი, რომ კომერციულ გემს ნავთობ ტანკერს მიუახლოვდნენ კატარღებით. ეს კატარღებია, რომელიც მონაწილეობდა რაღაცა წვრთნები რომ ჩაატარეს ახლა ირანელებმა რუსებს და ჩინელების ჩართულობით, თუმცა ბოლომდე ვერ გავიგე რეალურად ჩართულები იყვნენ თუ არა რუსები და ჩინელები. ინფორმაციის დონეზე იყვნენ. ხო, ინფორმაციის დონეზე იყვნენ, თუმცა კადრები არ გვინახავს, კადრები იყო მხოლოდ ეს პროპაგანდის, ანუ ირანის პროპაგანდის გავრცელებული, სადაც ეს დრონების გადამტანი გემი ჩანდა, რომელიც სატვირთო გემი იყო და გადააკეთეს თურმე, ეს რაღაც უცნაური ფორმის არის და ასევე ჩანდა ეს კატარღები დამონტაჟებული ტყვიამფრქვევებით. მოკლედ ეს კატარღები მიუახლოვდა როგორც ჩანს ამერიკულ დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს და მოუწოდა გაჩერდით ამოვალთო, იმათ სვლას მოუმატეს თურმე და გააგრძელეს გზა, საბოლოოდ ამერიკულმა სამხედრო გემმა გააცილა დანიშნულების ადგილამდე. ეს არ დარჩენილა, როგორც ჩანს გამოხმაურების გარეშე და ძალიან ახლოს ვართ რაღაცა
ვნახოთ რა ეს რა თქმა უნდა პოლიტიკური გადაწყვეტილების ამბავია პირველ რიგში, თუმცა მზაობა არის ყველა მხრიდან, შტატების სამხედრო მზადყოფნა იქ მატულობს ყოველდღიურად, ხედავთ ჩვენ საჰაერო სივრცეში აქტივობებს, ტანკერების დამატებით გადასროლას, სატვირთო თვითმფრინავების, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებას მთელს რეგიონში და დამატებით იქნება ეს ავიაგამანადგურებლების თუ ფლოტის განლაგებას ირანის გარშემო, ისრაელის გარშემო, ასევე ისრაელის პორტებში შევიდა რამდენიმე ამერიკული ხომალდი, სადაც ძირითადად სწორედ საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო განლაგებული, ისრაელის სრულ მზადყოფნას აცხადებს, ამბობენ რომ რამდენიმე სცენარისთვის არიან მზად. ახლა არავინ აღარ სვამს კითხვას იმაზე უფრო თუ დაარტყამენ თუ არა ირანს, მეტწილად კითხვა ისმის როდის დაარტყამენ ირანს. გარდა ამისა, უნდა თქვა ორი სიტყვით აუცილებლად მოლაპარაკებების პროცესზე, რომელიც რაღაცნაირად უფრო იმიტაციას გავს ჩემი აზრით, რაც შემოიტანა ამ პროცესში, სწორედ დროის მოგების მიზნით ერთის მხრივ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და თავის მხრივ დროის მოგების მიზნით ჩემი აზრით იყენებს ამას ირანიც. რეალურად ტრამპის მიერ დაყენებული წინაპირობები და ულტიმატუმი არის ის ულტიმატუმი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში ირანი არ დათანხმდება. ამას ყოველ შემთხვევაში არც ამ ეტაპზე არ ასხივებენ. 2 წუთში ჩავეტევი პრინციპში ამ მიმოხილვაში და მე სხვა თემაზე გადავიდეთ. მოთხოვნები არის ბირთვული პროგრამების გაჩერება, ბალისტიკური რაკეტების პროგრამების გაჩერება და ასევე პროქსების დაფინანსების და მხარდაჭერის განიარაღება. ანუ მთელი ირანის განიარაღება. ირანის ხო, ანუ აბსოლუტურად სრული დანებება სხვა არაფერი არ გადაკეთება. იმიტომ რომ ირანის რეჟიმი რაზეც დგას, ყველაფრის დათმობას ითხოვს და ამას უკვე ხამენეის დონეზე მოყვა გამოხმაურება, თქვა რომ არ არსებობს, ისინი ცდილობენ ახლა რომ საერთოდ გვერდი აუარონ პროქსებს და გვერდი აუარონ რაკეტების პროგრამებს და შეავიწროვონ მოლაპარაკებები მხოლოდ ბირთვულ თემაზე, რომელსაც მერე გააჯანჯლებენ, გადაწევენ, გადმოწევენ, მაგრამ რეალურად მათ განცხადებებში და პარალელურად პოლიტიკურის გარდა სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებებში და მუქარებში ირანის საკანონმდებლო ორგანოში გუშინაც სკანდირებდნენ რომ სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს, არაფერი არ მეტყველებს იმაზე რომ ეს ხალხი მოლაპარაკებებისთვის ემზადება. მეორეს მხრივ ამბობენ კიდევაც რომ ჩვენ სამხედრო მზადყოფნაში ვართ და ნებისმიერ გადაცდომის შემთხვევაში თითი ძირითადად პროპაგანდა მუშაობს. ხო, გასაგებია რომ ეგ შიდა აუდიტორიისთვის არის, მაგრამ მეორეს მხრივ საგარეო ნაწილშიც გზავნილია. ამ ყველაფერზე ტრამპი ძალიან მოთმინებით აცხადებს რომ თითქოს აი მე კარგი გადაწყვეტილება მივაღებინე ვიღაცების ჩამოხრჩობას აპირებდნენ და ანუ თითქოს ამას ატარებს ამ ყველაფერს, ან მე ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ ატარებს იყვნენ მუქარის რეჟიმში პრობლემა არ არის და ძალიან თვალშისაცემი იყო ჩემთვის და სიმბოლური და კარგი გზავნილი იმის პიტ ჰექსეტის ბოლო განცხადება, სადაც ამან თქვა პირდაპირი ანალოგი პარალელი გაავლო მადუროსთან და თქვა რომ აი ისაც გვეუბნებოდაო რომ ჩამოდი და აქავარ და აბა მოდი და წამიყვანეთ და კი იცით როგორც დამთავრდაო და ანუ არ ვიცი, არაფერი სხვა არ ჩანს ჰორიზონტზე თუ არა სამხედრო მოქმედებები, უბრალოდ ახლა მიდის აშკარად დიდი მუშაობა, პიცის ინდექსი მუდმივად მაღალი არის პენტაგონის გარშემო, ძალიან დიდი მუშაობა მიდის და გამალებული სხვათა შორის ვიზიტებიც ალბათ თუ გაინტერესებთ ეს თემა, საინტერესოა რომ ვიზიტებია ძალიან ხშირი. ისრაელში, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური სამხედრო მაღალჩინოსნების და პირიქით. აი ამ ამბავში არიან ახლა ვინ რა როლი უნდა შეასრულოს ამ სამხედრო ოპერაციაში და მენიუზე შეთანხმდნენ. როგორი სცენარი უნდა იყოს. ბოლო აკორდი აი Facebook-ზე წერენ რომ შესაძლოა სწორედ ირანი არის მთავარი თემა შეხვედრისა და შეიძლება მაგიტომ ხდებაო, არ ვიცი. დასალია. შესაძლოა ხო, იმიტომ რომ ნუ ახლოს არის ჩვენთანაც ეს. ჩემს მოსაზრებასაც დავფიქსირებ, რომ მაგასთან დაკავშირებით. სხვათა შორის საქართველოში ერთი თვითმფრინავი დაეშვა. ამერიკული კი. ტრამპ იცის რომ ირანში ვენესუელა არ გამოუვა. ეს აპრიორი იცის და ამასთან მისი სურვილია რომ არ გამიოროს ბუში
როდესაც ერაყში შევიდა, ერაყი სხვა არის, ირანი სხვა არის, ვენესუელა სხვა არის. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ტრამპი ძალიან მოთმინებით ეხლა ალაგებს იმ სამხედრო კონფიგურაციას, რომელიც მიცემს საშუალებას შემდგომი ნაბიჯები გადადგას. ოღონდ საკმაოდ ბუნდოვანია ჩემთვის რა შეიძლება იყოს ეს შემდგომი ნაბიჯები, იმიტომ რომ თუ კი არ იქნება ეგრეთ წოდებული boots on the ground, ან თუ კი არ იქნება ერაყი, ანუ პირდაპირ სამხედროების სახმელეთო ოპერაცია, ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება აიათოლას რეჟიმი დაემხოს. იმიტომ რომ რაც არ უნდა მასშტაბური იყოს საჰაერო იერიშები, რაც არ უნდა ბომბონ, რამდენიც არ უნდა ბომბონ, მე მაქვს განწყობა ყოველ შემთხვევაში ისეთი, რომ აიათოლა გამქცევი არ არის. ის ერთი ბუნკერიდან მეორეში გადავა, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სერიოზული ქსელი აქვს და სერიოზულად დაცული მათ შორის, მიუხედავად იმისა, რა გვაჩვენებს პროპაგანდისტულად. და მგონია რომ ეს ბუნკერი იulis ეს აიათოლა და იმან ბომბოს და იყოს. მან შეიძლება მეორე ამბავი იყოს, რომ ამერიკელების სახმელეთო ოპერაცია არ იყოს, მაგრამ ირანის ტერიტორიაზე იყვნენ თვითონ ირანელები, ვისაც აქვს სურვილი და საშუალება, რომ ეს ოპერაცია პირდაპირ ვაჯანყების ფორმა. თუმცა ამას უკვე იარაღი ჭირდება. ირანში იარაღის შეტანა რამდენად რეალურია? არ ვიცი. შესაძლებელია დაარტყამენ IRGC-ის სათავეებს, ასე ვთქვათ, თუ მათ ობიექტებს დაბომბავენ ინტენსიურად. მე მგონია და წინა ეპიზოდშიც ამას ვამბობდი, რომ ასე მე მგონია კი არა, ერთ-ერთ სცენარში 3-4 სცენარი დასახელდა, მათ შორის ის რაც შენ თქვი, იგივე ჯარისკაცების ჩართულობის, სპეცოპერაციის ძალების ჩართულობით თუ ისინი შევლენ ბირთვულ ობიექტებს, ასეთი ვერსიაც განიხილებოდა ავიადარტყმების პარალელურად, მაგრამ ნაკლებად სავარაუდო არისო, ასე იწერება. მაგრამ ძირითადი ახლა ამაზე კეთდება ფოკუსი, რაც პრინციპში ჩემ ლოგიკაში ჩდება, რომ იქნება დარტყმები და შემდეგ უკვე იმ დონეზე დასუსტდება ამით ეს ძალოვანი უწყებები, რომ ხალხი ისე იქნება მოწოდება ფეხლების მხრიდან, რომ აი ახლა ის დროა, რომელიც დაანონსებული აქვს. მათ თქვენს რომ მოვადრო და ის გავიგეთ, აი ამ ხალხს თუ არ იქნება შეიარაღება. ხო და შეიარაღება რა, ნახე მეჩეთებს რატო წავდნენ? იმიტომ წავდნენ, რომ იქ იმის IRGC-ის შტაბები იყო და შეიარაღება ჰქონდათ და იქიდან გამოდიოდნენ და მე ესროდა. ანუ იმათ შეიარაღებას აიღებენ. ხო, ანუ ამ სცენარს ვარაუდობ. მეც რამდენიმე სიტყვას ვიტყვი. წინა პოდკასტზეც ვაუბრობდით, რომ ძირითადად 7 სცენარზე არის საუბარი. ამ 7 სცენარიდან არის გამოკვეთილი რამდენიმე, კიდევ უფრო შემჭიდროვებული. ერთ-ერთი არის სამხედროებისთვის ძალაუფლების გადაცემა, რაც ბევრად უმტკივნეულო იქნება თვითონ ირანისთვისაც და ასე ვთქვათ დანარჩენი სამყაროსთვისაც და მერე ნელ-ნელა მოხდეს ტრანზიცია, ანუ რაღაცა არჩევნები და ნელ-ნელა დამშვიდეს. არის მეორე ვარიანტი, რომელიც უკავშირდება ამ საგუშაგოს დაბომბვას, აიათოლას მოხსნას და ასე შემდეგ. იარაღს რაც შეეხება იარაღის თემა ჩვენ უნდა გავიხსენოთ წინა ზაფხული, როდესაც ისრაელმა შეერთებულ შტატებთან ერთად მიიტანა იარაღი და გაიხსენეთ boots on the ground, ანუ სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები, როგორ მუშაობდნენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განადგურებას. ხო, ანუ ეს ხალხი გაგეკრული ქსელია უფრო მეტად, მაგრამ რამდენად ეყოფა რაოდენობრივად? ნახე, ანუ ეს მაგალითი მოვიყვანე იმისთვის, რომ პენეტრაციის მაგალითები ხო ცალსახად იყო და არის. იარაღი იყო და არის. აქ საუბარი ბევრი იარაღზე. ბევრი იარაღის დარიგება უნდა თუ არა ვინმეს, ანუ აი მანდ არის ძალიან სერიოზული კითხვა, იმიტომ რომ ირდება თუ არა სამყაროს მეორე სირია. არ მგონია. ხო, ეს ძალიან სერიოზული. შენ ძალიან კარგი მაგალითი თქვი ბუშთან დაკავშირებით და ერაყთან. ხო, ანუ ერაყშიც ბევრჯერ ვართ, ხო, ყველა ერთად ნავყოფი და ვიცით რა მოიტანა ყველაფერმა, ხო? არ მოვიტყუები. აი, ჩვენ ასაკით არ მოგიწია. არ მომიწია. ხო და რა მოიტანა ვიცით, ხო? ვიცით ისიც სირიაში რა მოხდა. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მადურო, ეს იქნება ბევრად ოდნავ განსხვავებული რაღაცა, იმიტომ რომ ფაქტი არის ერთი. მოლაპარაკებები ვაშინგტონთან თეირანის მიერ არის პროცესში. საბოლოო ჯამში რაზე მოხდება შეთანხმება ჯერჯერობით არ ვიცით, თუმცა იმ სცენარებიდან გამომდინარე, ყველაზე უმტკივნეულო არის სამხედროებისთვის ძალაუფლების გადაცემა, რომ ეტაპობრივად მოხდეს ტრანზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში რა თქმა უნდა იქნება საჰაერო დარტყმები. ანუ უშვებ რომ აიათოლა დანებდეს, ასე ვთქვა და გაიწიოს.
მე როგორ გითხრა ხა მიმოხილვის დონეზე მე რას ვისურვებდი ეს სულ სხვა არის რა თქმა უნდა აიეთოლა ეცდება რომ შეინარჩუნოს თუ კი აკვირდებით ყველა რა თქმა უნდა იქ ხო მიმდინარე პროცესებს თავიდან საუბარი იყო 20000 მოკლულზე ახლა საუბარი არის 86000 მოკლულზე და ეს არ არის ბოლო ციფრი, ხო? ანუ ეს ციფრი მატულობს. იქ ხალხი გამწარებული, ესე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ 80 მილიონიანი მოსახლეობა არის და 86,000 ძალიან პატარა რიცხვი, ეს ეხება ყველას, იმიტომ რომ ყველა რეგიონზე არის საუბარი. იქ საზოგადოების ყველასთვის ცნობილ ადამიანებზე არის, ხო? ვიღაცა სპორტსმენებზე, ვიღაცა კულტურის მუშაკებზე, კინორეჟისორებზე და ანუ სხვებზე უამრავ ადამიანზე არის. და გიორგი, აი მან შენ ლოგიკაში მაგას დავამატებდი, რომ ამ შემთხვევაში თუ წინა შემთხვევაში პირობითად ზაფხულში ჭირდებოდა თუ ეგ სცენარი დაიგეგმებოდა ხალხის მოქოქვა ბრჭყალებში. ახლა ეგ აღარავის ეხლა ხალხი არის, აი მე ვნახე ვიდეოები, სადაც გარეთ ხო ვერ გამოდიან, იმიტომ რომ არ ესროლონ. სახლებიდან ყვირიან ღამე, ეს არის ბოლო ბრძოლა, სიკვდილი აიათოლას და ასე შემდეგ. ანუ რაც შეუძლიათ გამწარებული ხალხი აი ამ ხელა ტრაგედიების ფონზე, სადაც შეუძლიათ იყვირიან. ეგ არის ზუსტად, ხო? ანუ თუ კი მოხდება წერტილოვანი. როგორც კი ამათ შანსი მიეცემათ, რომ გარეთ გამოვიდნენ, ისე უნდა ეს ხალხი გარეთ გავა, რა თქმა უნდა. მე არ მჯერა regime changes boots on the ground-ის გარეშე, თუმცა ეს boots ვინ იქნება, სულაც არ არის აუცილებელი, რომ მაინც და მაინც ამერიკელები იყვნენ. მე მგონია, რომ თავად ირანელი ხალხი დასვამს საბოლოო წერტილს. აი ეგ ხალხი შეიძლება იყოს აი ეს პენეტრირებული აგენტურა, გადამზადებული ჯგუფები, გამწარებული დედა, გამწარებული შვილი, გამწარებული მამა, იმიტომ რომ ეხლა 86,000 ადამიანი რომ მოკლეს, იმათ უკან ამდენი 1000 ადამიანი არის გამწარებული და როდესაც შენ ყველაზე საყვარელს გიკლავენ, მე არაფერი აღარ გრჩება. ეს არ არის მხოლოდ ახლანდელზე საუბარი. ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილ ძალიან დიდ პრობლემაზე, ხო, რომელიც სადღაც პირს გააღებს აუცილებლად ძალიან ცუდად და მზადდება ეხლა ზუსტად აი გაფურჩქნის მომენტში არის ძალიან ცუდი სიტყვა ეხლა ამის ანალოგია მზადდება ყველაფერი მზად არის იმისთვის რომ ამან აი ამ ენერგიამ გარეთ გამოხეთქოს ხო ეს იქნება წამლეკავი ენერგია ეს არ არის მარტივი ენერგია ზუსტად მაგას ვამბობ რომ ეს არ უნდა იყოს როგორც სირია ეს არ უნდა იყოს ერაყი ეს არ უნდა იყოს სხვა ეს იქნება ბევრად განსხვავებული თუ იქნება წერტილოვანი დარტყმები საჰაერო და მიდის მაგაზე ძალიან ინტენსიური საუბარი, რა თქმა უნდა, აი ამ დარტყმების შემდეგ თვითონ ირანელები გამოვლენ გარეთ, ხო? ირანელების განწყობას რასაც უყურებს შიგნით თუ გარეთ, დიასპორა, უძლიერესი დიასპორა, რომელიც, რა ვიცი, ძალიან აქტიურობს, არ მგონია, რომ მათ თავად კონდეთ იმის ინტერესი, რომ სირია მიიღონ. ანუ არ მგონია. მაგ ხალხს სხვანაირი განვითარება. არ სირიას კონდა მაგ ლოგიკაში ინტერესი რომ სირია. არა, თუმცა, ანუ რაღაცა სხვანაირ მზაობას ხედავ ამ ხალხში და ძალიან ცივილურ რად გააზრებულად მიდიან მშვიდობიანი პროცესისკენ დიდი მსხვერპლის ფასად. პოლიტიკურადაც რო შევხედოთ, აი ერთ წინადადებას ვიტყვი და მორჩები, ეგეთი დასასრული ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც და თუნდაც ისრაელისთვისაც აბსოლუტურად მისაღებია რა. ანუ აქ არ იქნება ის რომ ირანის რეჟიმი დაამხო, რა ქვია, ტრამპმა რა, ანუ სამხედრო რაღაც დარტყმების შედეგად თან ეხანახე ალიბი როგორი იქნება ვიღაცა ინტერესებდა 2 თვის წინ ირანის ბირთვული პროგრამა. ტრამპი ახსენებდა სადმე ირანის არ ახსენებდა. ის ამბობდა რომ ჩვენ უკვე გავანადგურეთო. ახლა შემოიტანა ეს თემა ხელახლა. რატომ შემოიტანა ეს თემა ხელახლა? იმიტომ რომ პოლიტიკური საფუძველი შეიქმნა სამხედრო დარტყმის, ხო? ანუ მე ამ ლოგიკაში ირანის ბირთვული პროგრამა ბოდიში ბექა, ანუ იყო შარშანდელი ზაფხულის მერე მაინც იყო დღის წესრიგი იყო მაგრამ პოლიტიკურ განცხადებების დონეზე ვამბობ. ხო, ვერ იპოვეს მაშინ სრული მაშინ ისრაელიც და ამერიკაც ერთ მომენტში კი იყვნენ კმაყოფილები იმით რა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ მიაგეს. მე ვამბობ ამას სუფთა პოლიტიკური განცხადებების დონეზე. ტრამპი გუშინ წინ ამბობდა რომ ირანში ბირთვული პროგრამა გავანადგურეთ და დღეს თავად გააქტიურა ისევ ეს ხაზი. იმიტომ რომ ხო, საბოლოოდ იმ ლოგიკას დავასრულებ, რასაც ვამბობდი, საბოლოოდ თუ ისინი დაარტყამენ სამხედრო ობიექტებს, IRGC-ს და ასე შემდეგ და თუნდაც ბირთვულ ობიექტებს, იტყვიან რომ ჩვენი ამოცანა იყო ეს საფრთხების განეიტრალება, რაზეც მანამდე ვსვლაპარაკობდით და დანარჩენი ეხა regime change-ი გააკეთა ხალხმა აგერ და ჩვენ თანამშრომლობთ მოკვდა მეფე გაუმარჯოს ახალს რა. ეს იქნება ალბათ, ნუ ყოველ შემთხვევაში მე მაძლევს ამის საფუძველს ის რასაც ვხედავ აი ამ პოლიტიკური განცხადებებში. ეხა ირანელი ხალხის გვერდზე იქნება ყველა აბსოლუტურად. ხო.
თუ გვაქვს დრო თუ არა? ჩვენ პრაქტიკულად დრო აღარ აგვაქვს და ყველაზე მძიმე ის არის, რომ კლავაც გაგვეშვა თუ გავაპარეთ საქართველოს თემა, ან ხო გავატარეთ, ხო, რაღაცნაირად გაიპარა. იმიტომ რომ ძალიან მძიმე პროცესები მიდის რეალურად საქართველოში, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე და აუცილებლად უნდა დავუთმოთ მინიმუმ შემდეგი პოდკასტი მაინც ზუსტად იმას სად ვიმყოფებით, სად ვართ და რა გველის ხვალ. ხო, დღევანდელი იყო ხო ეგ ნიუსი, ახალ კანონს იღებენ თურმე რომ ვინც არ გვაღიარებსო, ვინც არ გვაღიარებსო იდეის დონეზე განიხილება, რომ ვინმე თუ იტყვის რომ არ არის ლეგიტიმური საქართველოს ხელისუფლება, არ არის ლეგიტიმური პარლამენტი, პრეზიდენტი ასე შემდეგ, შესაძლოა სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნონ. ასეთი ამბავია და ანუ მე ხუმრობდი რომ დაახლოებით ესე ჟღერს, აი რო არ უყვარ ხარ ადამიანს და რო ეძალავ, შემიყვარე, თორე დაგიჭერთ. ამას სიკვდილი იმას ჩამოგწობა. როდესაც ირანზე ვსაუბრობთ, უბრალოდ ხალხო მე მგონი ბოლოს მასე თუ იქნება, უფრო მეტი ხალხი ციხეში იქნება ვიდრე გარეთ, არა? ეს რა მაგას ვამბობდი, როდესაც აღარ არის ადამიანი, ვისაც ეს ვითარება მოწონს, აღარ არსებობს. შეიძლება ეხლა ჩემ არ ვიცი, ჩემ ბაბუშია, რა ვიცი. როდესაც ირანის სისხლიან პერიპეტიებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ერთ დღეში არ მომხდარა. იქ პროტესტი ჩახშობილი იყო, პროტესტის უფლება წართმეული ქონდა ამ ხალხს. დაგროდა და მე ასეთი სისხლიანი სახე მიიღო და ნებისმიერ უნდა შევხედოთ რა ავტოკრატები მთავრდება და რაც უფრო ხანგრძლივი და მყარი ავტოკრატია, უფრო სისხლიანია. შესაბამისად მე როდესაც ცოტა წინ გავიხედები, მინდა რომ ეგეთი რამე საქართველოში არ მოხდეს და ოღონდ თუ კი პროტესტის უფლებას კანონის დონეზე წაგვართმევენ, ხომ არ გონიათ რომ ნაცისტურ გერმანიაში ებრაელების წინააღმდეგ რაც ხდებოდა, უკანონოდ ხდებოდა. ძალიან კანონიერად ხდებოდა. ეგეთი კანონები ქონდა მიღებული, ხო და როდესაც საქართველოში იღებენ ასეთ კანონებს რეპრესიულს, როდესაც პრაქტიკულად ცხოვრების საშუალებას აღარ გიტოვებენ არათუ პროტესტის, ეს ყველაფერი რაში აკუმულირდება, ძალიან მძიმე დასანახია. და იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება. დღეისთვის ეს იყო ჩემი ბოლო სიტყვა, გემშვიდობებით მომავალ კვირამდე. შეხვედრამდე. დარჩით ჩვენთან, გამოიწერეთ არხი. დიდი მადლობა, მე მგონია რომ ძალიან საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა. როგორც ყოველთვის, ესეთი ჩვენ არ ვიგეგმებით ხოლმე ესე წუთობრივად რა, მაყურებელს რომ უთხრა. უბრალოდ ვიტყვით ხოლმე დღეს ამაზე ვსაუბრობთ, ამ თემაზე და შემდეგ ძალიან კარგი, ჩემი აზრით და ცოცხალი დისკუსია გამოდის სწორედ იმიტომ, რომ ესე თემიდან თემაზე გადავდივართ ხოლმე. ანუ ვერ დავნომრავთ, რომ ამ წუთიდან ამ წუთამდე ამ თემას უყურეთო, არ იქნება მონიშნები ვიდეოში, იმიტომ რომ მუდმივად იცვლება ამ საუბარში თემები, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ჩვენი შეხედულებები იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც ვეცნობით და იმ გამოცდილებაზე და დაკვირვებაზე დაყრდნობით, რაც თავად გვაქვს. იმედია თქვენთვისაც ეს ყველაფერი საინტერესო ჟღერს, თუ ასეა აუცილებლად დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი აუდიტორია. დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე მომდევნო კვირაში შევხვდებით. ნახვამდის. კარგად.